შევთანხმდეთ, რომ x-ი ნაკლებიან ტოლი y-ზე ეს ჩანაწერი იგივეა რაც y-ი მეტიან ტოლი x-ზე. Okay? ანუ ჩვენთვის უკვე x-ი ნაკლებიან ტოლი y-ზე და y-ი მეტიან ტოლი x-ზე ერთი და იგივე რამე არის. ერთი და იგივე შინაარსია, ხო? აქ x-ი არის ნაკლებიან ტოლი y-ზე, აქ ანუ x-ი უფრო პატარა, აქაც y-ი უფრო დიდი, აქედან ჩანს რომ y-ი უფრო დიდია ვიდრე x, ხო? ნამდვილად. შემდგომში ჩვენ დავწერთ რომ x-ი ნაკლებია y-ზე, x-ი ნაკლებია y-ზე, თუ x-ი ნაკლებიან ტოლი y-ზე და x-ი არ უდრის y-ს. ანალოგიურად y-ი მეტია x-ზე იგივე შინაარსია, ხო? y-ი მეტია x-ზე, თუ x-ი მეტია ტოლი y-ზე და x-ი არ უდრის y-ს, ხო? რაც ბუნებრივია. აქედან გამომდინარე, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ან x-ი ნაკლებიან ტოლი y-ზე და ან y-ი ნაკლებიან ტოლი x-ზე, მაშინ გვაქვს, რომ ნებისმიერი x-y-ისთვის ნამდვილთა სიმრავლიდან გვაქვს ამ სამიდან ერთ-ერთი. ან x-ია ნაკლები y-ზე, ან x-ი არის ტოლი y-ზე, ან y-ი არის ნაკლები x. ესე იგი, ამ სამიდან რომელიმე აუცილებლად შესრულდება და მასთან მხოლოდ ერთი ცალი, ხო? ან x იქნება y-ზე ნაკლები, ან x-ია y-ის ტოლი, ან y-ი არის x-ზე ნაკლები. Okay? მოდი ამას წავშლი და გადავალ ახლა შემდეგ საკითხს. ცხადია რომ თუ ჩვენ ვიცით რომ თუ x-ი ნაკლებია ტოლი, ნახე ტრანზიტულობა ჩავწეროთ, თუ x-ი ნაკლებია y-ზე და y-ი ნაკლებია ტოლი z-ზე, ჩვენ ვიცით რომ თუ x-ი ნაკლებია ტოლი y-ზე და y-ი ნაკლებია ტოლი z-ზე, მაშინ x-ი ნაკლებია ტოლი z-ზე. აქ თუ ნაკლებობა, მაშინ ადვილია იმის მტკიცება რომ x-ი ნაკლებია ტოლი x-ი ნაკლებია z-ზე, ხო? იმიტომ რომ ჩვეულებრივ უნდა ყოფილიყო x-ი ნაკლებია ტოლი z-ზე, მაგრამ x-ი z-ის ტოლი ვერ იქნება, იმიტომ რომ ამის ჩვენება, მარტივია. შემდეგი იგივენაირად ცხადია რომ x-ი ნაკლებია ტოლი y-ზე და y-ი ნაკლებია z-ზე, იგივეა რაც რომ x-ი ნაკლებია z-ზე, ხო? ამის დამტკიცება თქვენთვის მომინდვია, ხო? ეს მარტივია. ჩვენ დავამტკიცეთ რომ ჩვენ აქსიომის სახით გქონდა რომ თუ x-ი ნაკლებია ტოლი y-ზე, მაშინ x + z ნაკლებია ტოლი y + z-ზე. ანალოგიურად ნაკლებობაშიც იგივე რაღაცა ხდება. თუ x-ი ნაკლებია y-ზე, მაშინ x + z ნაკლებია y + z-ზე, ხო? ანუ აქ როცა ტოლობა იყო, ნაკლებიან ტოლობა იყო, მაშინ სრულდებოდა. ეხლა დავამტკიცეთ რომ ნაკლებობისთვის შესრულდება, ხო? იმიტომ რომ ცხადია რომ ეს რადგან x-ი ნაკლებია y-ზე, x-ი არ უდრის y-ს, მაშინ x + z-ს არ უდრის y + z-ზე და x + z ნაკლებიან ტოლი y + z-ზე ნიშნავს რომ x + z ნაკლებია y + z-ზე და x + z არ უდრის y + z-ს. ესეთ დამტკიცდა. ეხლა თუ 0 ნაკლებია x-ზე, ხო? თუ 0 ნაკლებია x-ზე, ეს ასე ნიშნავს რომ თუ x-ი დადებითი რიცხვია, მაშინ -x-ი იქნება უარყოფითი რიცხვი. -x არის x-ის მოპირდაპირე, ხო? x-ის მოპირდაპირე რა არის? რიცხვი რომ მივუმატო მისი მოპირდაპირე 0-ის ტოლია. ესე იგი, თუ 0 ნაკლებია x-ზე, მაშინ ეხლა განმოვეს ორივე მხარეს მივუმატოთ x-ის მოპირდაპირე. ჩვენ ვიცით რომ ნებისმიერ რიცხვს გააჩნია მისი მოპირდაპირე, ხო? და ასევე ვიცით რომ თუ ტოლობის ორივე მხარეს ერთ და იგივე რიცხვს მივუმატებთ, ამით ტოლობა არ შეიცვლება. მაშინ გვექნება რომ 0 + -x-ი ნაკლები იქნება x + -x-ზე. და 0 + -x-ი არის -x-ი ნაკლებია x + -x-ი 0-ზე. ესე იგი, თუ x-ი მეტია 0-ზე, მაშინ მისი მოპირდაპირე ნაკლებია 0-ზე. სხვაგვარად, თუ x-ი დადებითია, მაშინ მისი მოპირდაპირე უარყოფითია. ანალოგიურად ეხლა, თუ x-ი ნაკლებია ტოლი y-ზე და y-ი ნაკლებია ტოლი w-ზე, ხო? w-ზე, მაშინ x + z-ი მოიცა, აქ z-ი უნდა დავეწერა, ბოდიში, x + z-ი ნაკლებიან ტოლი იქნება y + w-ზე. ეს მარტივია, ხო? მე ვფიქრობ, რომ x-ი თუ ნაკლებიან ტოლი y-ზე, მაშინ x + z-ი ნაკლებიან ტოლი y + z-ზე. მერე z-ი ნაკლებიან ტოლი w-ზე.
რადგან და განტოლების ორივე მხარეს რო z-ი ნაკლებია თუ w-ზე, განტოლების ორივე მხარეს რო მივუმატო y-ი, მაშინ გვექნება y + z ნაკლებია y-ტოლია w + z-ზე. ანუ ეს ნაკლებიანი ტოლი იქნება y + w-ზე, ხო? y + w-ზე. ნუ ესაც გასაგებია. ეს თვისებაც გასაგებია. ნუ ამის დამტკიცება თქვენთვის უფრო მომინდვია, იმიტომ რომ ტრივიალურია საკმაოდ. და ანალოგიური რაღაცა იქნება აქ. მაგალითად ერთ-ერთში რო გქონდეს კაცრი ნაკლებობა, ხო? ანუ თქვა z ნაკლებია w-ზე, მაშინ აქ იქნებოდა ასევე კაცრი ნაკლებობა. ოკეი? ესაც გასაგებია, მოდი ამასაც წავშლი და შემდეგ რაღაცას წავა. ეხლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ თუ x-ი 0 ნაკლებია x-ზე და 0 ნაკლებია y-ზე, მაშინ 0 ნაკლებია x-y-ზე, ხო? ნუ 0 ნაკლებია x-ზე რას ნიშნავს, რომ 0 ნაკლებია ნდოლი x-ზე, ხო? x-ზე და x-ი არ უდრის 0-ს, ხო? და 0 ნაკლებია ნდოლი y-ზე და y-ი არ უდრის 0-ს. მაშინ აქედან ცხადია, რომ თუ x-ი 0 ნაკლებია ნდოლი x-ზე და 0 ნაკლებია ნდოლი y-ზე, მაშინ 0 ნაკლებია ნდოლი x-y-ზე. და ამავე დროს ვიცით, რომ x-ი არ უდრის 0-ს და y-ი არ უდრის 0-ს. თუ x-ი არ უდრის 0-ს და ჩვენ მარტივი ამის გიქცევა, რომ თუ x-ი არ უდრის 0-ს და y-ი არ უდრის 0-ს, მაშინ x-y-იც არ უდრის 0-ს. ესე იგი x-ი და y-ი 0-ისგან განსხვავდება. რადგან 0 ნაკლებია ნდოლი x-y-ზე და 0 არ უდრის x-y-ს, ეს იმას ნიშნავს, რომ 0 ნაკლებია x-y-ზე. ესე იგი 0-ზე მკაცრად მეტი რიცხვების ნამრავლი, ასევე მკაცრად მეტია 0-ზე. ოკეი? ეხლა კიდევ ერთ საინტერესო რამე გავაკეთოთ, რომ თუ x-ი ნაკლებია 0-ზე, ესე იგი x-ი უარყოფითია და y-ი ნაკლებია 0-ზე, ანუ y-ი უარყოფითია, მაშინ მათი ნამრავლს რა თვისება ექნება, ხო? ანუ x-y 0-ზე ნაკლები იქნება თუ 0-ზე მეტი. ესე იგი, თუ x უარყოფითია და y-იც უარყოფითია, მაშინ მათი ნამრავლი როგორია? ნახე? თუ x-ი ნაკლებია 0-ზე, ჩვენ უკვე დავამტკიცოთ, რომ 0 ნაკლებია -x-ზე. და თუ y-ი ნაკლებია 0-ზე, ეს იმას ნიშნავს, რომ 0 ნაკლებია -y-ზე. ფაქტობრივად ორივე მხარეს რომ მივუმატო მოპირდაპირე ელემენტი, ხო? უტოლობის ორივე მხარეს. ჩვენ უკვე დამტკიცებული გვაქვს, რომ დადებითი რიცხვების ნამრავლი დადებითია. ესე იგი, აქედან გვაქვს, რომ 0 ნაკლებია -x-ი გამრავლებული -y-ზე. და ჩვენ ვიცით, რომ -x-ი გამრავლებული -y-ზე იგივეა რაც x-y. ესე იგი, 0 ნაკლებია x-y-ზე. ანუ უარყოფითი რიცხვების ნამრავლი დადებითია. ჩვენ ეს დავამტკიცეთ, ხო? ანუ ორი უარყოფითი რიცხვი რო გამრავლო ერთმანეთზე, მივიღებ დადებით რიცხვს. ეს გავაკეთეთ. ნუ ცხადია, რომ აქედან გამომდინარე, ეხლა დავამტკიცოთ, რომ თუ x-ი ნაკლებია y-ზე, x ნაკლებია y-ზე და 0 ნაკლებია z-ზე, მაშინ x-z-ი ნაკლები იქნება y-z-ზე. ხო? აი ეგ დავამტკიცეთ, ნახეთ. რადგან x-ი ნაკლებია y-ზე, ეს იმას ნიშნავს, რომ -x-ი რო გადმოიტანო მარცხნივ, ანუ 0 ნაკლები იქნება x + y + -x-ზე. ანუ ორივე მხარეს მივუმატოთ x-ის მოპირდაპირე. და 0 ნაკლებია z-ზე. რადგან x y + -x-ი დადებითია და z-იც დადებითია, მათი ნამრავლი დადებითია. ანუ გვაქვს, რომ 0 ნაკლებია y + -x-ი გამრავლებული z-ზე. აქედან ახლა გამოვიყენებ დისტრიბუციულობას, შემდეგ იმას, რომ -x ჯერ z იგივეა რაც -xz, შემდეგ ისევ განტოლების ორივე მხარეს მივუმატებთ x-ს და მივიღებთ, რომ x-z ნაკლებია y-z-ზე. ესე იგი, თუ უტოლობას გაამრავლებ, უტოლობის ორივე მხარეს გაამრავლებ ერთი და იმავე დადებით რიცხვზე, ამით უტოლობა არ შეიცვლება. მაგრამ უტოლობა შეიძლება თუ გაამრავლებ უარყოფით რიცხვზე. და ეხლა გამოჩნდება რატომ? ნახეთ. თუ x-ი ნაკლებია y-ზე და z-ი
ნაკლებია 0-ზე, ანუ z ნაკლებია ესე რომ z უარყოფითია. მაშინ xz იმედი იქნება yz-ზე, ან იგივე რაც yz ნაკლები იქნება xz-ზე. ესე იგი უტოლობის ორი მხარეს თუ უარყოფით რიცხვზე გაამრავლება, ამით უტოლობა შეიცვლება. მართლაც. თუ x-ი ნაკლებია y-ზე, მაშინ x-ი x plus minus y-ი ნაკლებია 0-ზე და z-იც ნაკლებია 0-ზე. ჩვენ გვაქვს ორი უარყოფითი რიცხვი, ხო? და ვიცით რომ უკვე დამტკიცებული გვაქვს რომ ორი უარყოფითი რიცხვის ნამრავლი არის დადებითი, ანუ აქედან გვაქვს რომ 0 ნაკლებია z-ი გამრავლებული x plus minus y-ზე. z-ი გამრავლებული x-ზე z-ია, z-ი გამრავლებული minus y-ზე არის minus z-y, მერე minus z-y უტოლობას მივუმატოთ ორივე მხარეს minus z-y, მარცხენა მხარეს აღრჩება z-y, მარჯვენა მხარეს z-y-ს გააბათილებს, გახდება 0 და მივიღეთ რომ z-y ნაკლებია zx-ზე. ესე იგი უტოლობის ორივე მხარეს თუ გაამრავლებ უარყოფით რიცხვზე, უტოლობა იცვლება, ანუ მეტობა იცვლება ნაკლებობა მეტობით. ხვდებით? ანუ ფაქტობრივად მივიღეთ რომ თუ x ნაკლებია y-ზე, მაშინ zx-ი მეტია zy-ზე. ესეც ასე. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ხო, თვისება უტოლობის ნამრავლისა ჯამის მიმართ, რომ ესე იგი თუ უტოლობის ორი მხარე დადებითი რიცხვი გაამრავლებ, უტოლობა არ იცვლება, უარყოფითი რიცხვზე გაამრავლებ, მეტობა იცვლება ნაკლებობით, ნაკლებობა იცვლება მეტობით. თუ უტოლობის ორი მხარეს ერთი და იგივე რიცხვი მივუმატება, ამით უტოლობა არ იცვლება, ანუ იგივე რაღაცა რჩება. ცხადია რომ იგივეა როცა გამოვაკლებ, არა როცა იგივეა როცა გამრავლებ ან გაყოფ, ხო? დადებითი თუ გამრავლებ ან გაყოფ, ცხადია არანულოვანზე უტოლობა არ შეიცვლება. აქ მნიშვნელოვანია რომ არანულოვანი რიცხვი იყოს, ხო? აქ წერია ხო z ნაკლებია 0-ზე, z მეტია 0-ზე, ნიშნავს 0-სგან განსხვავებული, ერთ შემთხვევაში უარყოფითი, მეორე შემთხვევაში დადებითი. და ბოლო ეტაპი რომ დავამტკიცოთ რომ 0 ნაკლებია 1-ზე, ხო? 0 ნაკლებია 1-ზე. არა? და დავუშვათ საწინააღმდეგო. ამის საწინააღმდეგო იქნება რომ 1 ნაკლებია 0-ზე და ნაკლებია ანტოლი 0-ზე, ხო? საწინააღმდეგო. მაგრამ ვიცით რომ 1 არის ისეთი რიცხვი, რომელიც განსხვავებულია 0-ისგან. ვიცით რომ 1 და 0 განსხვავებულია. აქედან გამომდინარეობს რომ 1 ნაკლებია 0-ზე. რადგან 1 ნაკლებია 0-ზე და 1 ნაკლებია 0-ზე, ანუ იმიტომ რომ პირობაში მივიღეთ რომ 1 ნაკლებია 0-ზე, ჩვენს დაშვებაში ჩვენ ვიცით უკვე დავამტკიცეთ რომ ორი უარყოფითი რიცხვის ნამრავლი დადებითია, ანუ 0 ნაკლებია 1-ჯერ 1-ზე. შესაბამისად მივიღეთ რომ 0 ნაკლებია 1-ზე. დაშვებაში გვქონდა რომ 1 ნაკლებია 0-ზე, მივიღეთ რომ 0 ნაკლებია 1-ზე. ესე იგი აბსურდია, დაშვება აბსურდია. რაც იმას ნიშნავს რომ 0 ნაკლებია 1-ზე. თუ 0 ნაკლებია 1-ზე, მაშინ აქედან გამოდის რომ ერთიანი რომ მივუმატო ორივე მხარეს, ვთქვათ 1 ნაკლებია 1 + 1-ზე და ეს არის 2, ხო? 0 ნაკლებია 1-ზე, 1 ნაკლებია 2-ზე, მაშინ 0 ნაკლებია 2-ზე და მივიღეთ ის დალაგება, რასაც ჩვეულებრივ წფეზე ვეძახით წფილ დალაგებას, ხო? 0 მე 1 და რაც უფრო მარჯვნივ რიცხვი, უფრო დიდია, რაც უფრო მარცხნივ რიცხვი, უფრო პატარაა. და კიდევ ერთი თვისება, რომ თუ x-ი ნაკლებია 0-ზე, მაშინ 0 ნაკლებია x-ის შებრუნებულზე. ხო, x-ი შებრუნებული იგივე რაც 1 გაყოფილი x. ესე იგი თუ x დადებითია, მაშინ x-ის შებრუნებულის დადებითია. მართლაც. რადგან x-ი მეტია 0-ზე, ეს იმას ნიშნავს, რომ x-ი განსხვავებულია 0-ისგან. რადგან x-ი განსხვავებულია 0-ისგან, არსებობს მისი შებრუნებული. ხო, ბუნებრივია. მისი შებრუნებული არსებობს. არა? და ამავე დროს მისი შებრუნებული 0-ისგან განსხვავებულია. რატომ? რატომ არის 0-ისგან განსხვავებული? იმიტომ რომ x-ის შებრუნებული x-ია და x-ის 0-ისგან განსხვავებულია. ხო, და 0-ს კიდე შებრუნებული არ აქვს. ესე იგი x-ი 0-ისგან განსხვავებულია. ეხლა დავუშვათ რომ x-ი მეტია, ესე იგი პირობაში გვაქვს რომ x-ი მეტია 0-ზე და გვინდა დავამტკიცოთ რომ x-ი ხარსთან -1-იც არის 0-ზე მეტი. დავუშვათ საწინააღმდეგო. ვთქვათ x-ი მეტია 0-ზე და x-ი ხარისხად -1 ნაკლებია 0-ზე. მაშინ აქედან ცხადია რომ x-ი 0-ზე მეტია, x ხარისხად -1 0-ზე ნაკლებია
და იმის შესაძლებლობა რომ მარტივია რომ თუ 0 ნაკლებია x-ზე და y ნაკლებია 0-ზე, მაშინ xy ნაკლებია 0-ზე. არა, ეს გამომდინარეობს იქიდან რომ თუ 0 ნაკლებია x-ზე, y ნაკლებია 0-ზე, ნიშნავს რომ 0 ნაკლებია -y-ზე, ხო? -y-ზე. და მათი ნამრავლი ორი დადებითი შეხების ნამრავლი დადებითია. ანუ 0 ნაკლებია -xy-ზე. თუ მიუმატებ ორივე მხარეს -xy, მიიღებ რომ xy ნაკლებია 0-ზე. რადგან x დადებითია და x ხარისხად -1 უარყოფითია, მაშინ მათი ნამრავლი უნდა იყოს უარყოფითი, მათი ნამრავლი. ანუ x ჯერ x ხარისხად -1 ნაკლებია 0-ზე. x რო გამოვიდო x-ის შებრუნებულზე არის 1. მივიღეთ რომ 1 ნაკლებია 0-ზე, რაც აბსურდია, ხო? იმიტომ ჩვენ უკვე დავამტკიცეთ რომ 0 მეტია 1-ზე. ამით დამტკიცდა რომ თუ x დადებითია, x-ის შებრუნებულიც დადებითია. და ცხადია აქედან რომ თუ x მეტია 0-ზე და x ნაკლებია y-ზე, მაშინ y-ის შებრუნებული მეტია 0-ზე და y-ის შებრუნებული ნაკლებია x-ის შებრუნებულს. ანუ რაც უფრო დიდია რიცხვი, დადებითი რიცხვი უფრო დიდია, მით უფრო დიდია მის შებრუნებული, ხო? ცხადია, რადგან x მეტია 0-ზე, x ნაკლებია 0 ნაკლებია x-ზე, ხო? და x ნაკლებია y-ზე, მაშინ ტრანზიტულობის გამო, ხო, ტრანზიტულობის გამო ნიშნავს რომ 0 ნაკლებია y-ზე. რადგან 0 ნაკლებია y-ზე, ეს იმას ნიშნავს რომ 0 ნაკლებია y ხარისხად -1. ესე იგი y-ის შებრუნებულის დადებითია. ჩვენ ვიცით ასევე რომ x-ის შებრუნებულის დადებითია, ხო? იმიტომ რომ x უკვე დამტკიცებული გვაქვს, რომ დადებითი რიცხვის შებრუნებული დადებითია. და ეხლა დავამტკიცეთ რომ y ხარისხად -1 ნაკლებია x ხარისხად -1, ხო? ჩვენ გვაქვს რომ x ნაკლებია y-ზე და რადგან x ხარისხად -1-იც და y ხარისხად -1-იც 0-ზე მეტია, ხო? აი მაგალითად პირველ შემთხვევაში გავამრავლოთ y ხარისხად x ხარისხად -1 ვთქვათ, ხო? x ხარისხად -1 თუ გაამრავლებ, რადგან x ხარისხად -1 0-ზე მეტია, თუ გადაამრავლებ, უტოლობა არ შეიძლება, ანუ 1 ნაკლები იქნება y ჯერ x ხარისხად -1-ზე და შემდეგ ეტაპზე გავამრავლოთ y ხარისხად -1-ზე და მივიღეთ რომ y ხარისხად -1 ნაკლები იქნება x ხარისხად -1-ზე. ესე იგი 1 გაყოფილი y-თან ნაკლებია 1 გაყოფილი x-თან. ეს რას ნიშნავს? რაც უფრო დადებითი რიცხვი რაც უფრო დიდია, მისი შებრუნებული უფრო პატარაა, ხო? მაგალითად 5-ის შებრუნებული და 7-ის შებრუნებული. 7-ის შებრუნებული უფრო 1/7 პატარაა 1/5-ზე. ну სიმრავლეს მინიმალური და მაქსიმალური ელემენტი გასაგებია, რომ მინიმალური არის თუ ამ სიმრავლეს ყოველ ელემენტზე ნაკლებიან ტოლი იქნება და მაქსიმალური არის თუ ამ სიმრავლეს ყოველ ელემენტზე მედიან ტოლია. კიდევ არსებობს ერთი ცნება, სუპრემუმი და მაქსიმუმი, მაგრამ ეს ჩვენ ჯერჯერობით ამ ლექციათა ციკლში არ გვჭირდება, ხო? ამით ფაქტობრივად ელემენტარული თვისებებია მოვწურეთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ცხადია, თითოეული მათგანი საკმაოდ პრაქტიკულია შემდგომში და გამოჩნდება ამ თითოეული მათგანის ღირებულება. და ეხლა გადავალთ შემდეგ ლექციაზე.